ისე მე მეგონა რომ სკოლაში ბავშვებს საკანცელერიო ნივთებს უფასოდ ურიგებდნენ. უფასოდ არა, სამწუხაროდ უფასოდ მხოლოდ წიგნებს ურიგებენ და იმასაც საჯარო სკოლაში. ეხლა წიგნების გარდა, რომელიც შეიძლება სადღაც 200-300 ლარი დაჯდეს, გაცილებით მეტი ხარჯი გაქვს, თქვა საკანცელერიო, ტანსაცმლის ყიდვა გინდა და ბევრი რამ გჭირდება. ეხლა აი ვარჩევ ხო რაღაცებს აქეთ. და დაახლოებით მაინც რა გიჯდება ახლა სასექტემბროდ ბავშვის სკოლაში გაშვება? საბოლოო ჯამში რომ დავთვალე სკოლისთვის მომზადება სადღაც 400-დან 600 ლარამდე შეიძლება დაჯდეს და ესეც წიგნების გარეშე. ანუ იმაზეა დამოკიდებული სატყიდულობ, რა ხარისხისას ყიდულობ, ხო და მე რომელი კლასია, რაც უფრო მაღალი კლასია, წიგნების ფასიც ამ შემთხვევაში იზრდება. აგერ ავარჩიე რაღაცები ხო ვეულები ავიღე ინგლისურის რაღაც წიგნიც ვნახე მე მგონი და ვათვალიერებ, ხა იქით კალმებზეც გადავალ. ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც ხო ყველა ბავშვს უნდა სასექტემბროთო პირველ დღეს რომ მივარო ახლით და კარგი დასაწყისი ქონდეს თავიდანვე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდ ფულს ხარჯავთ მშობლები და ოჯახები ჩვენი შვილების განათლებაში. ხა წარმოიდგინე ერთჯერადი რამხელა ხარჯი გვაქვს და შედეგს რას ვიღებთ საბოლოო ჯამში, ეგ ცალკე ამბავია კიდევ. და იცი რა მაინტერესებს? ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აქვს საშუალება მაგალითად რომ ამდენი საკანცელერიო ნივთი უყიდოს შვილს და ამასაც რატო მაგალითად თუ ერაფინანსებს სახელმწიფო? ან არა? იცი რა არის ჩვენი განათლების ბიუჯეტი და მეცნიერების წესს არის 2,5 მილიარდი ლარი, რაც არის ჩვენი მთელი ეკონომიკის მხოლოდ სადღაც 4%-ამდე, 3,7. ანუ საშუალო ევროპული არის 5-6%. ანუ ევროკავშირში მაგალითად უფრო მეტ ფულს ხარჯავენ იმაზე რომ ბავშვს განათლება მისცენ და ზოგადად მეცნიერებაში მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე საქართველოში თავისთავად. და მათი ეკონომიკისთვის პრიორიტეტია ეს აჩვენეს 2,5 მილიარდი არაფერს არ ნიშნავს, თუ არ დავთვლით ეკონომიკის რა ნაწილია ეს. 10,000 ბავშვი მაინც ტოვებს სკოლას ყოველწლიურად, რის მიზეზით სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ის საშუალოდ 40,000 ვინც ამთავრებს, ის რამდენად კონკურენტუნარიანია შრომის ბაზარზე, ხო და რამდენად სათანადო განათლება აქვს მიღებული, ეგ კიდე ცალკე საკითხია. ჩვენ მაგალითად გვყავს 175,000 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც არც სწავლობს, არც მუშაობს და არანაირ პროცესში არ არის ჩართული, ანუ NEET ახალგაზრდებს უძახიან, ეს არის აბრევიატურა რა, not in education or employment or training. NEET ახალგაზრდები ყავს 175,000, ესეც 2023 წლის მონაცემებით, ესეც გამიტანეთ თუ შეიძლება. რას აკეთებს ალბათ?